ჩვენ გსურს ასევე გავამახვილოთ ყურადღება კიდევ ერთ თანამედროვე მსოფლმხედველობაზე, რომელიც ასევე შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად საზრდოობს მატერიალიზმიდან და ეს გახლავთ კოსმიზმი და კიდევ ერთი იდეოლოგია, რომელშიც ნაწილ-ნაწილ იკვეთება ჩვენს მიერ განხილული ეს კერპთაყვანისმცემლობა. კოსმიზმი პირველ ყოვლისა არის ძმაუნდადანო მსოფლმხედველობა, რომელიც მოიცავს ცხოვრების ყველა სფეროს, იდეოლოგიას, ისტორიას, სოციალურ წყობას, ეკონომიკას, ტექნოპროგრესს და ასე შემდეგ და ეს კოსმისტები ძმაუნდადანო გვთავაზობენ შერეულ მსოფლმხედველობას, სადაც ეს სულიერი, ესე იგი მატერიალური თუ ოკულტური შერწყმულია ერთმანეთთან კოსმოსში, ვით წარმართული ღმერთები რელიგიურ პანთეონში და ეს კოსმოსი მათი ხედვით გაიგივებულია ღმერთთან და შესაბამისად ის თავისი არსით თვითკმარი იდეოლოგია გახლავთ და მაგალითად მას როგორც ლენინის მატერიას, როგორც მარქსის საზოგადოებას და როგორც დარვინის, ესე იგი მაიმუნს და ნიცშეს ასევე ზე ადამიანს შეუძლია თვით განვითარება და სრულყოფილების მიღწევა თვითონ და ყოველგვარი ღვთისშემწეობის გარეშე. აი ესეთია კოსმიზმის მოკლე დახასიათება. ადამიანი როგორც გვირგვინი აი ამ განვითარებისა მათი აზრით არ საჭიროებს ღმერთს და თვით განვითარების შედეგად თავად ხდება ღმერთი და შედეგად აი ამ კულტურულ-ისტორიული განვითარების პროცესიდან სრულიად უგულობელყოფილია მთლიანად ღვთის არსებობა. ნიშანდობლივია ძმაუნდადანო ისიც, რომ აი ამ სოციალურ რევოლუციას და ასევე გლობალიზმს და კოსმიზმს შორის გარკვეული საიდუმლო კავშირები არსებობს. ჩვენ შემთხვევით არ დავაკავშირეთ მატერია, ათეიზმი, მარქსიზმი ერთმანეთთან და ასევე კოსმიზმის მსოფლმხედველობა. ამდენად კოსმიზმის პირველი გამოვლინება და საფუძვლები სწორედ იდეურ რევოლუციონერებში უნდა ვეძებოთ და რევოლუციონერებს სურდათ ძმაუნდადანო, რომ საფუძვლიანად გადაეწყოთ სამყარო, მაგრამ ვიდრე ააშენეს ახალს, ისინი, რა თქმა უნდა, საჭირო იყო ძველის ნგრევა და რაც განახორციელეს კიდეც ნihilistური პროგრამის მეშვეობით, ნიცშეანიზმის მეშვეობით და მათი მსგავსი იზმების მეშვეობით და მათი აზრით ახალი სამყარო უნდა იყოს ყოვლის მომცველი გლობალური სამყარო და მთელი კოსმოსი უნდა მოიცვას და ამიტომ პირველი რევოლუციონერები სულაც არ იყვნენ მხოლოდ სოციალისტები და ანუ მარტოოდენ აი ამ ქვეყნიურ სამყაროზე მოლაყბე ადამიანები, ანუ სოციალურ ცვლილებებსა და რეფორმებზე მხოლოდ მეოცნები ადამიანები. ისინი რადიკალური სოციალისტები და კოსმისტები იყვნენ ძმაუნდადანო, რომლებიც აი ამ ახალი კოსმიური მასშტაბების სამყაროს შექმნაზე ოცნებობდნენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დავინახოთ ჩვენ აი ამ გასული საუკუნის რევოლუციებში. ეს მოვლენა სერიოზულად განიხილეს მართლმადიდებელმა მსოფლმხედველებმა და მორალისტებმა და ხშირად სწორედ აი ამ საკითხებზე საფუძვლიან ანალიზებს ჩვენ ნელ-ნელა ვპოულობთ, რომლებმაც კარგად გაიაზრეს ძმაუნდადანო თუ რას გვთავაზობდა ჩვენ რევოლუცია სინამდვილეში ახალი ადამიანის ჩამოყალიბების შედეგად. და პირდაპირ ლენინის პიროვნებაში არა მხოლოდ რევოლუციონერს, არამედ გამორჩეულ რადიკალურ რაღაც ხედვას შეამჩნევდნენ მამები, რომლებიც მეტაფიზიკურად განიხილავდა აი ამ პრობლემას, მათთან შედარებით თურმე ტროცკის და სტალინის და ლიბერალებად მიიჩნეოდნენ, ვინაიდან მათ მეტწილად, რა თქმა უნდა, სოციალური საკითხები აინტერესებდა და ინტერესდებოდნენ და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე იყო მიმართული სწორედ ყოველ შემთხვევაში სტალინი ნამდვილად ესეთი შემართების იყო და ლენინს არ ადარდებდა პროლეტარიატის ეს კარგი ცხოვრება ბრჭყალებში, უწოდა მან
რევოლუცია, სისხლისღვრა, რათა სწორედ აი ამითი საფუძვლიანად, ესე იგი სულიერი საფუძვლები შეეცვალა იმ სამყაროსთვის, რომელშიც ცხოვრობ ჩვენ დღეს. და მორალისტების აზრით, ძმა უნდა დანო, ლენინის ლოზუნგები მშვიდობა მსოფლიოს, მიწა კოლექტივს და ქარხნები მუშებსო, ეს იყო ის ფარული შინაარსის საგნები, ტერმინები, ეს ლოზუნგები ძველი წესრიგის გრევასა და ახალი სამყაროს აშენებას გულისხმობდა და ეს განახორციელებს კიდე თავისებური გზით მათ. ეს იყო ჯანყი არა მხოლოდ ყოფილი კლასის, მონარქიის მიმართ და იმ დიდებული წინამორბედების ჩვენი წინაპრების მიმართ, არამედ ღმერთის წინააღმდეგ იყო ეს ჯანყი, ძმა უნდა დანო, და ეს გასაგებია, რომ გახდეს მათი სამყარო მთლიანად უღმერთო, მათ სჭირდებოდათ აი ამ ტრადიციის მქონე ადამიანების განადგურება და ლენინის აზრები სწორედ აი ამ მატერიალისტური, უაღრესად, მაგრამ ამავე დროს რელიგიური ნიშნებით არის განპირობებული. ლენინი დარწმუნებული იყო, რომ მატერია გონიერია და თითქოს გონება განფენილია მატერიაშიო და ის ფაქტობრივად ამითი იმეორებდა, რა თქმა უნდა, მარქსის მსოფლმხედველობას და რომელიც ფუნდამენტალური კანონზომიერი არსებაო, ესე მიიჩნევდა ის და სწორედ აი ამ გონებრივი მონაცემების გამო მატერია მისი აზრით და სხვა იმდროინდელი, ესე იგი, მსგავსი მსოფლმხედველობის მქონე ადამიანების აზრით ევოლუციური გზით ვითარდებაო. ეს ევოლუცია ვიცით ჩვენ დარვინისგან მოდის, ამ დარვინსა და მარქსიზმსა და მატერიალიზმს შორის უაღრესად დიდი კავშირები არსებობს, სწორედ ერთი ეპოქის შვილები გახლავთ ისინი, ერთი საფუძვლებით მოსულები, რათა დაანგრიონ არსებული წყობა, განგებულება სამყაროსი, რომელიც ღვთისაგან მოდის. და აი სოციალური ფაქტორების მეშვეობით კი გონება, რა თქმა უნდა, გარდაიქმნება ძლიერ ძალად და მათთვის ეს კანონია, რომლითაც მოძრაობს, ძმა უნდა დანო, მატერია და ლენინი აი ამ მასებს, როდესაც ის ხშირად გაეძახოდა აი მასები და უბრალო, ესე იგი, პროლეტარიატიო, მატერიის ანალოგად მიიჩნევდა მათ და რომლის შინაგანში მისტიურად, ესე იგი, თურმე გონება არსებობდა და მის მიერ შექმნილი ეს კოლექტიური გონება იყო ის დემურგი ერთგვარი, რომელსაც აბსოლუტურად ახალი სახეცვლილი სამყარო და ისტორია უნდა ჩამოეყალიბებინა და აი ეს კლასიკური ესეთი ერთგვარი კოსმისტები, როგორებიც იყვნენ იმდროინდელი ციალკოვსკი, მაგალითად ზელინსკი და სხვა და სხვა, სწორედ აი ესეთი დიდი, ესე იგი, ენთუზიაზმით აფასებდნენ ბოლშევიკურ რევოლუციას, ლენინის ესეთ დიდ მუშაკობას ამ კუთხით, ვინაიდან ხედავდნენ მასში სერიოზულ იდეოლოგს, რომელსაც შეეძლო არა მარტო რუსეთის შეცვლა და რუსეთის იმპერიის დამხობა, არამედ მთლიანად კაცობრიობის ცნობიერების შეცვლა და ეს, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ განხორციელდა კიდეც სამყაროში და ასევე ლენინიზმი თავისი დროის უდავოდ რელიგიური ძალა არის და ესე უნდა მივიცნიოთ ჩვენ, თუმცა ეს რელიგიურობაც ისე როგორც კოსმიზმის სხვადასხვაგვარი არსებობს, უნდა დანო, ჩვენ მხოლოდ საფუძვლებზე ვილაპარაკეთ აი ამ ევოლუციისა, რომელსაც გვთავაზობს ლენინი, ნიშანდობლივია, რომ პრაქტიკულად იმავე პერიოდში ევროპაში პარალელურ რეჟიმში თავისი კოსმიზმი მწიფთებოდა, პირველ ყოვლისა ეს იყო, რა თქმა უნდა, კათოლიკური კოსმიზმი, როდესაც ტერ დე შარდენის კოსმიზმი შემოგთავაზა ჩვენ, ცნობილი დე შარდენი მეცნიერი და ამავე დროს კათოლიკე, რომელმაც ფაქტობრივად თვით კათოლიკობაც კი უარყო და რაღაც სულ სხვა რელიგიაზე გვესაუბრებოდა ჩვენ, იყო აი ამ მისტიკოსი და მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის აზრით
და საკურველი ის იყო, რომ მას ერთნაირად მიაგებდნენ პატივს, როგორც კათოლიკე ღვთისმეტყველები, ისე მეცნიერები. ანუ თავისი აი ამ ევოლუციონერული იდეოლოგიის განვითარებაში ის ამბობდა ესეთ რამეს, რომ უპირველესად ესაა კოსმოგენიზმი, არასულიერი ბუნების ევოლუცია, მეორეა ეს ბიოგენიზი, ბიოლოგიური ევოლუცია და მესამე ნოოგენიზი, ანუ ადამიანის აზროვნების განვითარება. ესე იგი, ტეირი საუბრობს აგრეთვე სფეროთა შესახებ. ანუ ბიოსფეროზე საუბრობს, სიცოცხლის სფეროზე და ნოოსფეროებზე და ასეთი აზროვნების სფეროებზე. ის საუბრობს იმის შესახებაც, რომ მთელი დედამიწა ამჟამად გარემოცულია აზროვნების ქსელით და რომელსაც იგი ნოოსფეროს უწოდებს. და აი ამ ევოლუციის დროს ტეირის აზრით ხდება სწორედ ერთგვარი უნივერსალური გამოცხადება კაცობრიობისათვის და აი ამ გამოცხადებას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღიარებს, მიუხედავად იმისა, ქრისტიანები არიან ისინიო თუ ათეისტები თუ სხვა, ყველაფერი მათ შორის რელიგიაც ევოლუციურად უნდა იქნას გაგებულიო. აი ესეთია სავალალო ბედი აი ამ იდეოლოგიებისა, მათი შედეგები და დასკვნები, ტეირის შეხედულებები აერთიანებს ღმერთსა და ქვეყანას, ანუ სულიერსა და მიწიერს და ერთიან ჰარმონიულ და ყოვლის მომცველ პროცესში მოიაზრებს მას, როგორც ამას ფაქტობრივად მატერიალიზმის განხილვის დროსაც ვამბობდით ჩვენ, მას სწამდა, რომ ცხოვრება აღარ უნდა ვეძიოთ და აი ამა ქვეყნის განშორებაში, არამედ მისი აღშენების აქტიურ მონაწილეები უნდა გავხდეთო და მისი აზრით ეს თანამედროვე სამყარო, ეს არის ევოლუციის სამყარო და ამიტომ მსგავსად ახალი ფიზიკისა უნდა ესე იგი გამოჩნდესო ახალი ქრისტიანობა და ახალი ქრისტე. და გავიდა ასევე ამბობს ის, რომ ის დრო, როდესაც ღმერთს შეეძლო ჩვენთვის თავის მოხვევა თავისი ძალაუფლებებისავო და ამბობს ტეირი და ამიერიდან ქვეყანა ქეთს მოიხრის მხოლოდ თავისი ევოლუციის ორგანული ცენტრის წინაშეო. წარმოიდგინეთ, ეს არის ღვთისმეტყველი ამავე დროს, რომელსაც როგორც ხედავთ ჩვენ არა ღმერთის, არამედ კოსმოსის მატერიის წამს, რომელიც ღვთისაგან არის შექმნილი და ევოლუციის აი ამ პროცესში ქრისტეს სხეული უწოდა მას სწორედ აი ამ მატერიას და მატერიალურს იძენს ფორმას სამყაროში და ეს არ არის, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლების ქრისტე, არამედ ის ჭყალებში ვთქვათ უნივერსალური ქრისტე ან ზექრისტე ტეირის განსაზღვრებით, როგორც ჩვენ ვიცით, ესეთი ზექრისტე იქნება სწორედ ის ანტიქრისტე, რომელიც მოვა სამყაროს დასასრულისკენ და რომელიც ესე იგი აცრუნებს საზოგადოებას და მრავალს წაიყვანს მის ტყვეობაში. ეს ევოლუციონერებადი ქრისტე გამოაცხადებს ყველა რელიგიების ერთიანობას, მაშინ, როდესაც სამყარო ესე იგი ევოლუციონირებს, ქრისტე სხეულისაგან თვით ადამიანი აღწევს თავისი ესე იგი ადამიანური განვითარების უმაღლეს წერტილს, ანუ ზეკაცობას. აი ეს არის თანამედროვე სამყაროს თვითმიზანი, ანუ შექმნან ზე ქრისტე, რომელიც შემდეგ შექმნის ზე კაცს. ანუ ადამიანს სურს გაღმერთება, მათ სურთ ამქვეყნიური და არ არის საუბარი არავითარ იმქვეყნიურ მარადიულ ნეტარ ცხოვრებას. ეს არის ამქვეყნიური საუბრები, ამქვეყნიური ღვთისმეტყველება, რომელიც ამის მიღმა არ მოქმედებს. ტეირი ასევე წერს, რომ გამოცდილება ავალდებულებს ჩვენს ცნობიერებას დაუშვას რაღაც უფრო დიადის არსებობა, ვიდრე ის, რასაც დღეს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც დედამიწაზე მომწიფების პროცესშიაო. და აი ეს კოსმიზმის ტეირისეული, ესე იგი რელიგიური ხედვის შედეგად ნაირფეროვანია ეს მსოფლმხედველობა, ის ამბობს, რომ ადამიანის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ააშენოს და მართოს მთელი დედამიწა
ერთადერთი ჭეშმარიტად ბუნებრივი და მართლაც ადამიანური ერთიანობა ეს არის დედამიწის სული. აი წარმოიდგინეთ, რას ამბობს ღვთისმეტყველი, როცა დედამიწას სულს უწოდებს. დედამიწის სული დაიწყებს გაღმერთების მზარდი სიცოცხლე აუცილებლობის განცდას, ესეც მისი სიტყვებია და სამყაროს ევოლუციის წიაღიდან ჩვენს ცნობიერებაში აღემართება უფრო დიადი და უფრო აუცილებელი ღმერთი, ისეთი როგორც მანამდე არ არსებულაო. აი ეს არის ტიპიური უარყოფა ღმერთისა, რომელიც შემოგთავაზეს ჩვენ მორალისტებმა, იმდროინდელმა მსოფლმხედველობებმა. ამრიგად, ტეილ დე შარდენი აი ამ ევოლუციური ცვლილებებით ახალი რელიგიის ჩამოყალიბებაზე საუბრობს, რომელიც კოსმოსთან, დედამიწის სულთან აქვს გაიგივებული, ანუ ეს არის უდიდესი მკრეხელობა და ერესი, ანუ მისი აზრით ღმერთი გაიგივებულია მატერიასთან, დედამიწის სულთან, შედეგად ეკლესიაც გაიგივებული აქვს და აი ამ სამყაროსთან, კოსმოსთან და ფაქტიურად მათთვის ეკლესია არის კოსმოსი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როდესაც საუბრობ ჩვენ ჭეშმარიტებაზე და რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია, ესეთი კატეგორიის მსოფლმხედველობისთვის და თანამედროვე ღვთისმეტყველებისთვის თუ გნებავთ, რომლებიც ტეილ დე შარდენის მსოფლმხედველობას არიან დაყრდნობილი და ყველა ის განათლებული ინტელექტი, რომელიც ებძვის დღეს და ჯანყი გამოაცხადა ეკლესიის წინააღმდეგ, ცხადია აი ამ მსოფლმხედველობით აზროვნებს და აქედან გამომდინარე, რომ მისთვის მიუღებელია მართლმადიდებლური მსოფლმხედვა და მსგავსი აზრებით თავის დროზე დეკანოზი სერგი ბულგაკოვი იყო დაავადებული. ის ამბობდა ასეთ რამეს, რომ კოსმოსი ეს ლიტურგიის მოქმედი ორგანიზმიაო, რაც ნიშნავს, რომ კოსმოსი ეკლესიაა და არქიმანდრიტი რაფაელი კიდე შენიშნავს, რომ კოსმოს ეკუთვნიან წარმართებიც, რომლებიც მსხვერპლს წირავენ მოლოქსა და ბაალს, კოსმოს ეკუთვნიან ძმამდადანუ ათეისტები, ვინც წვავენ ეკლესიებს და არიანელების მსგავსად მწვალებლები არიან. კოსმოსი თავის თავში შეიცავს ძმამდადანუ ქვესკნელის სულებსაც და ყრმათა აი ამ მსხვერპლშეწირვა კერპებისათვის საკურთხეველთან გრევა, შებილწვა, აი ეს შავი მესები, ჯოჯოხეთური, თუ ყოველივე ეს მხოლოდ მოზაიკა აი ამ კოსმოსურ ლიტურგიაში, კითხულობს მამაო და ჩვენც მასთან ერთად ვიტყვით, რომ ესეთია აი ჯოჯოხეთური მსოფლმხედვა, რომელიც ამ კოსმიზმთან არის დაკავშირებული, რომლის საფუძვლები შორს გადის, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი მხოლოდ ამ ქვეყნიურით განიზომება და ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს ძმამდადანო, რომ კაცობრიობა ოცნებობს დედამიწის მიღმა გადაწყვიტოს ეს პრობლემები, ანუ თანამედროვე ადამიანი ფიქრობს, რომ ის არის ბუნების მეფე, რომ მისთვის ყველაფერი ნებად ართულია, იგი გარდაქმნისათვის იყენებს როგორც ახალ თეოლოგიას და ასევე ახალ ტექნოლოგიებს და თანამედროვე ეს კოსმისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ტექნოლოგიების მეშვეობით ადამიანი შეიცვლის და უსაზღროდ გაზრდის თავის მოქმედების არეალს. აი მაგალითად საუბრებია ვიცი ჩვენ კლონირებული ადამიანის შექმნაზე, უკვე განიხილება ძმამდადანო გეგმები და ხორციელდება ექსპერიმენტები ადამიანის სათადარიგო ორგანოების შექმნისათვის, ანუ ხელოვნური სხეულის შექმნაზეც ალაპარაკდნენ და რომ თითქოს და მასში გადაინარგება ინფორმაციული, ესე იგი მატრიცა შინაგანი სამყაროსი და ესეთი იყო აკადემიკოსი ვინმე ვეინიკი, რომელიც წერს, რომ კიბერნეტიკისა და კომპიუტერის შესაძლებლობები ჭეშმარიტად უსაზღვროაო და 2020 წლისთვის ადამიანი შეძლებს გადასცეს კომპიუტერს თავისი ცნობიერებაო, რითაც პრაქტიკულად უკტავი ხდებაო. წარმოიდგინეთ რა მკრეხელობამდე მიდის ადამიანი შეიგრძნობს, რომ ის არის ადამიანი და ამავე დროს ის იქნება რობოტი და ცნობიერების გაურება ესეთნაირად მოხდება, ხოლო
პროფესორი ვინმე ბოლონკინი ესეთ რამეს ამბობს ეს მე-20 საუკუნეში, რომ ადამიანური ცივილიზაციის დასასრული დაიწყება, მის ადგილს ელექტრონული ცივილიზაცია დაიკავებს და ეს ელექტრონული ცივილიზაციის განვითარებისას კი შეიქმნება უმაღლესი გონი და ეს უზენაესი გონი იქნება ის ღმერთიო, რომელიც რეალურად მართავს არა ცალკეულ პლანეტებს, არამედ მთელ სამყაროსო. ესეთი საშინელი კოსმიზმი ნელ-ნელა პროგრესირებს, დაიწყო თითქოს მატერიალიზმით, დაიწყო მაიმუნის ევოლუციით და აი ეგერ სად მივიდნენ რობოტებამდე აქციეს ადამიანი. და მხოლოდ ეკლესია ახსენებს ძმაუნდადანო ადამიანს თავისი დანიშნულების შესახებ. დედა ეკლესიისთვის უცხო არ არის ეს კოსმიზმის თემა, ის ხშირად გამოიხატება ხატებზეც და ჩვენ ხედავთ ამას სულთმოფენობის ხატზეც და ქრისტეს წინაშე წამდგარი ხუცესის სახით სწორედ კოსმოსია განხილული, ამდენად ქრისტიანობას თავისი კოსმიზმი რა თქმა უნდა გააჩნია, რომელიც გარდაცვალებამდე მიუწვდომელია და ადამიანისათვის და ეკლესიის მადლს ძალუძს ადამიანის ჭეშმარიტი ფერის ცვალება და განმხტოება მადლით და მარადიული ნეტარი ცხოვრების დამკვიდრება და სულ სხვაგვარად ფიქრობენ ისინი, ვინც გაღმერთებას უპირებენ თავის თავს და ღვთის გარეშე აპირებენ მარადიულ ცხოვრებას. და ამრიგად ეს კაცობრიობის ისტორიას, ეს კოსმიური ტრაგედიის ასე ვთქვათ, ექო უახლოვდება და ბოლო აკორდები, რა თქმა უნდა, დღეს გაისმის, რომლებიც აი ამ გაკერპების კაცობრიობას ბაბილონის გოდოლის მსგავს განადგურებას უქადის და ეს არის საბოლოოდ მათი ხვედრი. ჩვენ კიდე ისღა დაგვრჩენია, რომ კიდე უფრო განვტკიცდეთ რწმენაში და არ შევცდეთ ძმაუნდადანო აი ამ უამრავი ცდომილი აზრების ტალღებისაგან, რომლებიც ესოდენ ბევრია ჩვენს ირგვლივ და ესოდენ ამძიმებს ჩვენს ცნობიერებას. გვახსოვდეს, რომ დედა ეკლესიაში არის ყველა საშუალება საიმისოთ, რომ ადამიანმა მოიპოვოს სასუფეველი ღვთისა, რომელიც არის ჭეშმარიტი კოსმოსი, რომელიც არის ჭეშმარიტი სასუფეველი, სადაც არამოჩვენებითი ცხოვრება იქნება, როგორც ამას ქმნიან ადამიანები თავისი თავიდან გამომდინარე თავისი ინტელექტით ღმერთის გარეშე, არამედ ღმერთთან ყოფი ყველა ზეციურ ძალთან და წმინდანებთან ყოფი სასუფეველის მოქალაქეები და